მართავთ პარტიულ კონფერენციას, ჩვენი ტურნე ამ მიმართულებით გრძელდება ამ ამაყ ხარეში ჩვენი ქვეყნისა და მიდის საუბარი მსჯელობა სახელმწიფოებრივ თემებზე, მათ შორის მიდის მსჯელობა პარტიულ მენეჯმენტზე, რომლის კიდევ უფრო გაუმჯობესება იგეგმება ჩვენს მიერ და ჩვენი ქართული ოცნების პარტიული აქტივი, ჩვენი ქართული ოცნების პარტიული ოჯახი არის ის გუნდი, რომელიც ყველა რეგიონში, ყველა რაიონში აღწევს ყოველთვის გამარჯვებას და იმსახურებს იმას, რომ თავის მხრივ დაიმსახურონ ამ ქვეყნის მსახურება, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი შეხვედრებია, პოზიტიური შეხვედრებია, ბევრ ამბავს ვიგებთ ხოლმე. საერთოდ შორიდან დისტანციურად ასე უშუალო კომუნიკაციის გარეშე ცოტა რთულია ხოლმე ისეთი საკითხების გარკვევა, რომელიც ამ კონფერენციებზე უშუალო კომუნიკაციის დროს ირკვევა და ამ მხრივად ძალიან პოზიტიური შეხვედრებია. ორელი საუბრობს ბრიუსელიდან, რომ ახლა მნიშვნელოვანია შესრულდეს დეოლიგარქიზაცია, რომ გითხრათ ქართულოცნებას რანაბიჯ დეპოლარიზაცია ბოდიში, რანაბიჯები აქვს გადადგმული ქართულოცნებას. და აქვე ისიც რომ აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ შემთხვევაში არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე ცალკე დავსვამე. იგივე ეს? განე თქვენს და ერთად გიპასუხებთ. ესე იგი ბორელი აცხადებს, ანუ აფრთხილებს, რომ ეხლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაწყება და ამაზე მუშაობა, ანუ პროცესის გაგრძელება არის ევროინტეგრაციისთვის ხელი შემშლელი ფაქტორი და ყოველად დაუშვებელია. მიუხედავად ამ და სხვა პარტნიორი ქვეყნის პირველი პირების და ასევე ევროპარლამენტარების გაფრთხილებისა გააგრძელებთ თუ არა ამ პროცედურას, რა იმპიჩმენტის პროცესს. ანუ კონსტიტუციის თავზე გადახევა, ესე უბრალოდ გავატაროთ, ფორმალური რეაგირებაც კი არ მოვაყოლოთ. ასე ისმება შეკითხვა. თქვენ ასე გაიგეთ ვინმე? თუ ევროინტეგრაციის გზას მაშინ კონსტიტუციის დედაცვატირე? აბა რას ნიშნავს? დაარღვია რა კონსტიტუცია. ანუ ეს მითხარით ახლა თუ ევრო ჯერ ერთი არაფერ ხებს. დაარღვია კონსტიტუცია. რა თქმა უნდა ეს უდაო. კი, ეს სადაო საკითხია? სადაო საკითხია? ეს არის უპატიებელი იმისთვის. უპატიებელი კი არა, კონსტიტუციის დარღვევა და უპატიებელი და საპატიებელი რას ნიშნავს? ანუ მძიმე შეურაცხყოფა თქვენაცაც ნახეთ, თქვენ რასაც აკეთებთ ახლა. ეს ჩემი შეფასებაა უკაცრავად. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის. რატომ? მერე რა რომ კონსტიტუცია დაირღვა, ჩავიდა რაღაც კარგი საქმისთვის, ერთი კარგი საქმისთვის ჩავიდა თუ არა, ესეც სადაოა. და სადაო კი არა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამაში, მაგრამ სადაოც რომ იყოს, კონსტიტუცია დაარღვია და მერე რა რომ დაარღვია, კარგი საქმისთვის არის წასული. ამას და ორი მდგენელი. ერთი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის შიგნით აცხადებს, რომ არც ჩარშან მიმსახურებდით სტატუსს და კანდიდატის სტატუსს და სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და არც წელს მიმსახურებთ, იმიტომ რომ ფორმალურად ვასრულებთ თითქოს ყველა რეკომენდაციას. ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი, არაობიექტური, უკიდურესად სუბიექტური განცხადება, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, ბოდიში შეწამეთ. არ გნებავთ თქვენ სინქრონი რომ მოჭრათ და მაყურებელს უთხრათ? მძიმესთან არ გამაჩეროთ, ძალიან გთხოვთ. მე რას დავამატებ, ეს ჩემი საქმეა. გთხოვთ თქვენ მძიმესთან აღარ გამაჩეროთ. თუ შეიძლება აი ამ საუბრის დროს მძიმესთან არ გამაჩეროთ. წერტილის შემდეგ კი ბატონო. ანუ თავიდან თქვა ის რას თქვი, როგორ ვქნა? გავაგრძელეთ. არა, გავაგრძელო, ახლა ჩაკითხვის დროს და რაღაცებს რომ აწყვეტინებ, არა რეკომენდაციის. გავიგე, მაგაზე გიპასუხებთ ცალკე. ამიტომ ვინაიდან მისიეს განცხადებები აზიანებს ევროინტეგრაციას, ეს იყო საფუძველი ნებართვის არ მიცემის და თავის მხრივ ნებართვის გარეშე წარმომადგენლობის მცდელობაც კი სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, საგარეო ურთიერთობებში არის კონსტიტუციის უდავო, უხეში, დემონსტრაციული და მათ შორის უპრეცედენტო დარღვევა. და როდესაც თქვენ საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი იტყვის, რომ მერე რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, ეს არის ასევე დემონსტრაციულად უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის და ყველას მოუწოდებ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველას, რომ ევროპულობა კონსტიტუციის უპატივცემულობაში არ არის. კონსტიტუციის დარღვევაზე არ შეიძლება სხვა კეთილი საქმეები, ისიც ან არის კეთილი ან არა, აი ესეც რო სადაოა და აქაც რომ ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება, ეს მეორე საკითხია. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის დარღვევა
არ შეიძლება იყოს შეფუთვა რაღაცა ვითომ ან სხვა რაღაცით არ შეიძლება შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. უნდა ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე. ეს არის თავარი. რაც შეიძლება დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, უდავოა. შავი თეთრ ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა. ეგ რაღაცა, მოდი ასე ვიფიქროთ, ამ შემთხვევაში დაირღვა, ესე არ არის. დაირღვა თუ არა, კითხვა არ არსებობს. კონსტიტუცია დაირღვა, იმიტომ რომ მაგ კომპეტენციის დავა, კომპეტენციური დავა ვერ წარმოიშობა, იმიტომ რომ ნებართვის გარეშე პრეზიდენტს არ შეეძლო გამგზავრებულიყო წარმოადგენლებული მოსახლეობა, განახორციელებდა მტკიცებულება ამისა. თავად შექმნა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი განახორციელებინა საკუთარი ხარჯებით. ის რომ ყოფილიყო იმაში დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა, მაშინ სახელმწიფო ხარჯებითაც გარისკავდა იმ ამის გაკეთებას. შესაბამისად ამისა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ გაბედა დანაშაულის ჩადენა, იმიტომ რომ უკვე სახელმწიფო ხარჯების დახარჯვა იმაში, რაზეც მთავრობას არ ქონდა ნებართვა, ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევა თითქოს არაფერი. აი, როცა მას შეეხებოდა და უთხოვარად დანაშაული დაუდასტურდებოდა, ის რა თქმა უნდა არ გარისკა, მაგრამ კონსტიტუცია არაფერი. მას თუ არ ეხება რისკი. აი ესე მსჯელობენ ეს ადამიანები, არის. ბოდიში. ახლა რაც შეეხება, კი, სწორია, ბოდიში. ეხლა რაც შეეხება მოწოდებას, პოლარიზაციას თუ რამე აღრმავებს. პირველი, რაზეც ვილაპარაკე, კონსტიტუციის დარღვევა დემონსტრაციულად და მისი უპატივცემულობა. მეორე, სხვა ყველაფერს რასაც კადრულობენ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის დარღვევაში თანამზრახველობა, თანამონაწილეობა, ჟარგონისთვის უკაცრავად ამ ყველაფრის გაправება და თავხედობა მიმართულებით, რომ მეორე და მესამე ხარისხოვანი გავხადოთ კონსტიტუცია და მისი ნორმების შესრულება და დარღვევა იყოს გამართლებული რაღაცა უნიჭო შეფუთვით, ხო? ეს აღრმავებს პოლარიზაციას. ის აღრმავებს, რასაც ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად, ტყუილები, ცილის წამება, უდიდესი ზიზღი, რომელიც მოდის ჩვენი ოპოზიციისგან, რომელსაც ასევე ბატონი ბორელი მოუწოდებდა კონსტრუქციულობისკენ, ხო? არც ეს დაგვაუწყდეს. იქ იყო რაღაც საკამათო მომენტები, როდესაც განცხადებები გაკეთა, მაგრამ იქ იყო რა თქმა უნდა, კონსტრუქციულად უნდა ვცადოთ ყველა, რამდენიც ვცადეთ, იმდენი უხეში შეურაცხყოფა მივიღეთ. იმდენი манипуляция, ფაქტების დამახინჯება, ტყუილები მივიღეთ ყოველდღიურ რეჟიმში. მთელი ნაცმოძრაობის პროპაგანდა მიმართული რომ არის, ესე იგი, ამაზრზენი სახით პროპაგანდირება არის მიზანი იმისა, რომ რაღაცა ვიღაცას დააბრალონ და ჯირკი მოწყონ. აი ამის ფონზე როგორ შეიძლება მხოლოდ სამხრივად, რაც არ უნდა მის ნება იყოს ხელისუფლების უნდა გამოვიდეს დეპოლარიზაცია, მე არ ვიცი. ეს არის ის პუნქტი, რომელზეც დამოუკიდებლად ჩვენ არ გამოგვივა რაღაცა შედეგის მიღწევა და სწორედ ამ პუნქტში არიან ყველაზე რადიკალურები, ერთი მცდელობაც კი არ ქონიათ მათ დეპოლარიზაციისკენ მიმართული. ამიტომ ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული და იმედია ჩვენი ევროპელი კოლეგები ამას საბოლოო ჯამში მაინც გაიგებენ. რეკომენდაციები ბოდიში ახლა განვაგრძოთ, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ გითხრათ რა მოლოდინები გაქვთ ამ პროცედურასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილი იყო მეორე დღე აქტიურად ხდება ოპოზიციის წარმომადგენლებს. თქვენი აზრით, აი რა სახის კონსულტაციები მიმდინარეობს მათ შორის და როგორ შეაფასებთ აი ამ სამწუხაროდ გიწევს. ბოდიში ბატონო მამუკა. ალეკო ელისაშვილი გამოვიდა დღეს შეხვდა პრეზიდენტს და ასეთი განცხადება გააკეთა, რომ პრეზიდენტი უკვე ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას ექნება საკმარისი ხმები მისი იმპიჩმენტისთვის. აი ესეთი დასკვნა გააკეთა ალეკო ელისაშვილმა. დღეს გამოვიდა მასთან შეხვედრაზე იყო. გუშინაც პირველი ორივეს კითხვას რომ ერთად გვინდა ეს. არ გამომივა ერთად. შეიძლება სასწაულს. რატო ხდება ამ ოპოზიციას და ეს მესამე კითხვა. არა, დავიწყებთ ის. თქვენი ნებართვის და გავაგზავნოთ. კარგი. პირველი. თქვენ მკითხეთ? მე კითხეთ ოპოზიციასა შეხვდა და მოლოდინები ოპოზიცია დაკავშირებით. სამწუხაროდ გვიწევს იმის თქმა, რომ ოპოზიციაშია თავად უკვე სალომე ზურაბიშვილი და უხეში ფორმებით ოპონირებს კონსტიტუციის დარღვევით, მაგალითად, პირდაპირ უდაოდ. გარდა ამისა, რატომ ხდება როგორც ჩანს ბატონო ალეკოს გაუხმოვანებია ის ინფორმაცია, რომ მას აქვს შიში, ესე იგი, რომ მას გადააყენებენ და ამ რისკების დასაზღვევად, რომ საკმარისი ხმები არ მოგროვდეს პარლამენტში, სათითაოდ ხდება ახლა ჩვენს ოპონენტებს, რომ დაარწმუნოს, შეეხვეწოს, თხოვოს, როგორც ჩანს, არ ვიცი, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომ არ დაუჭირო მხარი იმპიჩმენტის საკითხს, მაგრამ კარგად დავაკვირდებით, ვინ იქნება კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილე. ის ვინც არ დაუჭერს, ამის იქით რაღაც ფარულ კომუნიკაციას არ ვაპირებ, აგერ მიმართავ საჯაროდ.
და გნებავთ მე ხა ვიციან მამას მუქარასაც დაარქმევ და არანაირი მუქარა, არანაირი გაფრთხილება, უბრალოდ ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ ასე. მე პირადად რომ ისვის ხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება თანამზრახველი, თანამონაწილე კონსტიტუციის დარღვევით. ახლა თვითონ გადაწყვიტონ ამის იქით. არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას ჩვენს ოპონენტებთან და ხვეწნას ნამდვილად ვერ დაუწყებთ ეს სიტყვები მე უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხვეწნას ვერავის დაუწყებთ რომ თქვენ ეხა კონსტიტუცია დაირღვა კი, აგერ ლაპარაკობთ ხოლმე რომ კონსტიტუცია კი დაირღვა, მაგრამ რაღაცა ამას ხუთავენ რაღაცით და ამიტომ ხარი დაგვიჭირეთ ამ საკითხში თქო ამას არ ვაპირებთ, ყველა იქნება თანამონაწილე, ვინც კი არ დაუჭერს ხარს. ეს არის მარტივი ამბავი და დანარჩენ გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ. ჩვენ არ ჩავერევით, უბრალოდ დარწმუნების დონეზეც კი დამშვიდდეს პრეზიდენტის შეუძლია. დავამთავროთ ეს საკითხი. პრეზიდენტთან დაკავშირებით გიორგი მსხილაძე მისი საპარლამენტო მდივანი საუბრობს, რომ საეჭვოა, როცა ქართული ოცნება ყოველთვის აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯებს და არასდროს რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ამბობს, რომ ის ვინც დოკუმენტზე ხელი მოაწერა, ამით დაასტურდება ვინ უშლის ხელს ევროინტეგრაციას, რა პასუხობთ გიორგი და რა უნდა უპასუხო გიორგი მსხილაძეს, რატო უნდა უპასუხო ჯერ ერთი. და ელემენტარული პროტოკოლური თემები ვერ ისწავლეს ერთს. და გამოყავს ეს ადამიანი, აყენებენ ძალიან უხერხო მდგომარეობაში, მისი საქმე არ არის. რა ვიცი საქმეა ახლა უნდა გაირიგვეს სახელმწიფოში? ვერ დავაგ და მისი საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება. ბატონო, და დანარჩენი სამწუხაროდ ის ადამიანი, რომელიც საქმეს არ არის პოლიტიკური განცხადების კეთება, არის იმ მესიჯ ბოქსში ჩამჯდარი, სამწუხაროდ აიძულებენ თუ თავისნებით აკეთებს ამას არ ვიცი, რომელი მესიჯ ბოქსი ახლა რუსული როგორც იქნა ახსენებინეს უკვე სტაფის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებას. და ამიტომ ამაზე კომენტირება აბსოლუტურად სპეკულაციური და თან ვისი საქმეც არ არის იმის გაკეთებულ კომენტარზე არ არის. ადამიანის საქმე. რაზე ბოდიში? რომ პრეზიდენტი უკვე ფიქრობს იმას, რომ ქართულ ოცნებას ექნება საკმარისი ხმები მისი იმპიჩმენტისთვის. ბატონ მამუკა, პრემიერთან დაკავშირებით, შუბინიძემ დაკავშირებით, ხარჯებთან დაკავშირებით, უფრო სწორედ დაიხარჯა თუ არა მისი ამ მოგზაურობის თანხები მამამისის დაფინანსებით და თუ ასე არის ასე შემთხვევაში პენსიონერ მამას 35000 евро იმისთვის რომ დაიფინანსებინა მისი ეს მოგზაურობა. ერთად და გამოძიების აქტი ერთა იგივე შეკითხვა და ჩაგეკითხა. და ერთა იგივე შეკითხვა რომ ერთად უნდა ელაპარაკოთ? დაამთავრა ჩაგეკითხეთ. ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა კომენტარი და თქვა რომ ვერ გავიგეთ ჩვენი არ მოგეწონა შეკითხვა და ვერ აგრძელებს იმავე თემაზე აემა მიჩხდოთ. თუ სხვა კითხვა იქნება არ გავცენ პასუხს მე გავცენ დამშვიდით. დოკუმენტირებული არის რომ ის პირადი ხარჯებით იყო ეს ფრენა და ამ ფონზე ოპოზიცია ითხოვს ისევ ითხოვს მოკლედ პრემიერის იმპიჩმენტს. არის სხვა შეკითხვა გუთში. ეს არის იმპიჩმენტის თემა. მე არ ვთქვი იმპიჩმენტი და გამოძიების დაწყების საფუძველი ბატონ მამუკა. თუ თქვენ ვერ სხვა კითხვა ფორმულამ დამისვა. ეხლა ვარჩიოთ საქმეები რა. დამისვა ხარჯების წარმომავლობაზე თქვენ მეკითხებით იმპიჩმენტს და იგივე როგორ არის ხალხი დამშვიდით. კარგით, რის მიხედვით? ლოგო. ანუ ფორმულასა და მთავარშორის თქვენ გონიათ მე განსხვავებას ხედავ? ფორმულაზე რუსთავიორი შეკითხვა. რუსთავიორი და თქვენი დაახლოებით ერთ და იგივე იყო. კარგით, წარმომავლობა ბატონ მამუკა. ეხლა რაც შეეხება, შევთანხმდით იმაზე, რომ რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, ისი აღმოჩნდა ზუსტად მათ შორის უკვე ოფიციალური განცხადების. ახლავე. ანუ პირველ კითხვაზე პასუხი არ გაინტერესებთ. კი. დავიწყოთ ხელახლა, თავიდან დავიწყოთ. ვთანხმდებით იმაზე, რომ თურმე ის ამდღიანი კამპანია რაც თქვენ აწარმოეთ, იყო ტყუილი, იმიტომ რომ სახელმწიფოს თანხები ამაში არ დახარჯვა. ჩაიხურა ეს თემა, ხო? მე დანარჩენს გადმოვალ თქვენთან. განმოვალ. კი. ჩვენ არ განმარტეთ, უკვე ეს იყო შეფასება, პოლიტიკოსი აკეთებს შეფასება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო კერძო თანხები. მოდი, აქამდე შევჯერდეთ. ანუ თქვენ რაც ილაპარაკეთ წინა დღეებში, ყველაფერი იყო ტყუილი. აქ გავჩერდეთ ჯერ, ამის შეფასება გავაკეთეთ, შემდეგ გადავიდეთ თქვენ კითხვაზე. ტყუილი რატომ იყო, იცით? თქვენ აპირებდით, თქვენ პერსონალად შეიძლება არა, მაგრამ ამ ჯგუფში ხართ, ამ ჯაჭვში ხართ, თქვენც აპირებდით, რომ რამენაირად მიხეილ სააკაშვილისთვის ჩამოგერეცხათ, საოცრებები, რა შეიძლება ამაზე ილაპარაკო, არ ვიცი, სახელმწიფოს თანხებით, მაგალითად, საოცრება ვნახე და მოვისმინე ესკობარის საფლავზე ჩასვლა რაღაც ინტერესი, ეხა ვინ ლაპარაკობს და ვინ გადადის შეტევაზე პრემიერთან დღევანდელთან ირაკლი ღარიბაშვილთან ესკობარის საფლავის მოსანახულებლად ვინც დადიოდა სახელმწიფოს თანხებით. აღარ ლაპარაკობ მასაჟისტების ჩამოყვანაზე,
კბენარი მასაჟისტები ჩამოყვანაზე კბენით რომ მასაჟები უნდა ეკეთებინათ, ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ანუ ამაში იყავით. არ გაინტერესებთ თქვენ მაგალითად საიდან აქვს გიული ალასანიას ათეულობით თუ რა ვიცი, ასეულობით მგონი მილიონი დოლარი ხან ლობისტებს რო ქირაობს და რაღაც საოცრებები რო გაუჩნდა უცებ ქონებები, ეს არ გაინტერესებთ, უბრალოდ გაინტერესებთ თუ სააკაშვილის ჩამოგერეცხათ ეს ცოდვები. ვერ მოახერხეთ, იმიტომ რომ კერძო თანხები ყოფ. ახლა რაც შეეხება კერძო თანხებს. როცა თქვენ გჭირდებათ ტარიელ ღარიბაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის მამა არის ხატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ აქვს, ასე უტრირებულად პენსიონერს ისე მოიხსენიებთ, თითქოს პენსიონერი აუცილებლად რაღაც ნეგატიურ კონტექსტში რატომ მოიხსენიებთ, ჯერ ვერ გავიგე პენსიონერს. ეს ერთი. თქვენ არა, თქვენი სპიკერი, ბოდიში ახლავე, მაგაზე გასახობთ. ნუ მაწყვეტინებთ, გთხოვთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. როცა თქვენ გჭირდებათ, არის ირაკლი ღარიბაშვილის მამა პენსიონერი და სხვა შემოსავალი არა და როცა საჭირო გახდება ხოლმე თქვენი მხრიდან საჭირო ჭყალებში რა თქმა უნდა თქვენ მხარეზე ვლაპარაკობთ, ხა ღვინის ქარხნები აქვს, ბიზნესები აქვს და რანაირად არის ეს ამბავი, რომ ამაზეც ჩამოყალიბდეთ, ეხა აქვს რაღაცა ინფორმაციებს რო ავრცელებდით იქ რაღაც კულისებიდან, ღვინის ქარხანა თუ მე მართლა არ ვიცი, ოღონდ ეგ უსწრაფად ვიძახი, ღვინის ქარხნები თუ ღვინის ქარხანა, რაღაცა ბიზნესები, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თუ არ აქვს, მე გეკითხებთ, როგორ გახსოვთ თქვენ? ეს რაღაცა ინფორმაციები სადღაც ვრცელდებოდა, ტყუილი იყო თუ მართალი იყო? ამაზე ჩამოყალიბდეთ, რატო ამ პასუხობთ? მე არ გვაქვს პირადად ინფორმაცია. მის ბიზნეს შესახებ არ გვაქვს. ანუ ჩამოყალიბდეთ, რაღაც იმაზე ჩამოყალიბდით, რომ სახელმწიფო თანხებით იყო, იტყუებოდით და ახლა მეორე თემაზე ჩამოყალიბდეთ, რომ ამ კაცს რაღაცა ბიზნესი გააჩნია თუ არ გააჩნია? მადლობა რომ ვერ პასუხობთ, რატო იცით? აი თქვენ მისამართით ის ნახეთ, ჩემი მისამართით კი არის მის კაცო. ნახეთ, დეკლარაცია მე არ შემისწავლება. არა, გავიგე. მე გულწრფელ ემოციას გიზიარებთ, რომ მე 1000 ამბავი მსმენია, რომ ამ კაცს გააჩნია რაღაც საკუთარი ბიზნესი, მართლა აი გულწრფელად უხერხული კითხვაც არის და პირადი ურთიერთობის დროს ირაკლი მამაშენს რა ქონება გააჩნია, ზუსტად მომიყიდა რა ბიზნესი თქვენ. ნამდვილად ვერ ვკითხავ, ახლა უხერხული, აი ძალიან ადამიანურ მომენტს გიზიარებთ. ახლა აგერ ტელეკამერების წინაც არ ვერდები ამის გაკეთებას, მაგრამ მსმენია, მათ შორის რაღაც ინფორმაციებს თქვენი მხრიდან ავრცელებდით, რომ რაღაც ბიზნესები აქვს. მე პირადად კითხვა არ დამისვავს ამასთან დაკავშირებით, ვიცი ზოგადად რომ ამის შესაძლებლობა გააჩნდა, გადაიხადა იმ კაცმა შვილიშვილის განგზავრებაში ეს თანხა. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება. ჩემთვის სარწმუნოა. მე სუბიექტური ვარ, შეიძლება, მაგრამ გეკითხებით ახლა. თქვენ ხო ხართ თქვენი პოზიციონირებით, ობიექტურები, რა თქმა უნდა, ობიექტურები თქვენ ვერსოს ვერ იქნებით, მაგრამ ხო ასე წარმოუდგენთ საზოგადოებას თავს. გამეცით ახლა პასუხი იმ კაც ბიზნესები გააჩნია, თქვენ როგორ იცით? და ღვინის ქარხნები თუ ღვინის ქარხანა არ ვიცი, როგორ ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია. გააჩნია თუ არ გააჩნია? რატო ვერ ვცეთ იცით პასუხს? გაიჭედეთ ახლა. სახელმწიფო თანხებით ირაკლი არ ვარ, ისე გაიჭედეთ, რომ ირაკლის მეძახით უკვე. აი მკიცებულებად. დავამთავრე. ამიტომ დაელოდეთ დეკლარაციას. აი რა ვალდებულებაც არის, ის ვალდებულება დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი. დანარჩენი მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რაზეც დეტალებში ვერ შევალ, ჩემი საქმე არ არის. ბატონმა ირაკლიმ რო მე გეუბნებით რომ როგორ ჩანს ამის შესაძლებლობა აქვს, ჩაიწერება ამ შესაძლებლობის შესახებ დეტალურად დეკლარაციაში და ეს თემას დაიხურება. გამოძიების დაწყების საფუძველი კი არა. ეს არის შეტევა, ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ, შეტევა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სააკაშვილს ჩამორეცხოთ ის ათეულობით და ასეულობით მილიონი და არ გამოდის ხო ხედავთ. ანუ ამდენი ხანით თავისი მახე, იმიტომ რომ პრემიერზეა საუბარი და სააკაშვილზე უნდა ქვეყნის პირველი ნუ გაწიზმატებით, ეხლა თქვენ რო გაიჭედეთ ჩინეთის ამბავზე. ახლავე, არა, თქვენ რეპლიკას, ბოდიში, თქვენ რეპლიკას ვერ დავტოვებ. პასუხი გაუცემელს შანსი არ არსებობს, გამიცანით მე ძალიან. გაგდა განმარტეთ. კარგით, ახლა დიდი მადლობა ამ შანსისთვის ტელეკომპანიამ თავარს. ნახეთ, მახეში რატო გაებით თქვენივე დაგებულში. ესე იგი, გინდოდათ რომ სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვაში დაგედანაშაულებინათ და ჩამოგეწმინდათ ეს სოდვები სააკაშვილის, ამიტომ ახსენებ სწორედ სააკაშვილს და არ გამოგივიდათ. მე გეუბნებით მიზანი რა გქონდათ ამის. ახლა აღმოჩნდა რომ კერძო თანხები ყოფილა, გადახვედით სხვა ნარატივზე, ამას ვამბობ. და ამ ნარატივშიც უნდა ჩამოყალიბდეთ, ამ კაც ბიზნესები აქვს, არ აქვს, შეუძლია, არ შეუძლია, ხან როცა აწყობს ვიღაცას ლაპარაკობს, ავრცელებს ესე ხმებს რომ ბიზნესები აქვს ამ კაც
ხან ის მამას ანუ პრემიერ-მინისტრის მამას, ხან მხოლოდ პენსიაზე ზის და ამაზეც უნდა ჩამოყალიბდეთ და იჭედებით ყველა ჯერზე და ნუ რა გავაკეთოთ ეხლა? გეუბნებით თქვენი ბელადი დაფრინავ და ესკობარის თურმე. ფორმულაცია არ გჯერათ და თურმე ჩვენ სიუჟეტებს უყურებთ და გჯერათ და იქიდან თქვენ სიუჟეტებში იყო ეს? მე ამდენი არ მithქვამს. თქვენ ამბობდით რომ ბიზნესებია გააკეთეთ. მე არ მახსოვს. მე ინფორმაცია სხვა საიდან მქონდა ინფორმაცია არ დამიკონკრეტებია და თქვენი არ ვიცი მე ეს ამდენს არ უყურებ თქვენ არხებს და ეს ინფორმაციები რო ვრცელდებოდა ნამდვილად მახსოვდა. რა ფორმით ამას ალბათ გავიხსენებთ ყველანი ერთად. თქვენი საუბრეთ ოპოზიცია აგრძელებს იმასთან დაკავშირებით საუბარს რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმპიჩმენტი და ასევე გამოძიება. ახლა რა ხდება? პრემიერის მიმართ. მთავარი არხის კორესპონდენტს რომ არ მოეწონა სააკაშვილის ხსენება და ამაზე რეპლიკები რო ჩაგვიტოვა და მე იძულებული რომ გავხდი რომ შემდეგ ეს რეპლიკების და მე კომენტარებინა სწორედ ამის გაგრძელება შემთხვევით არ ვახსენე ხარ მინდა რომ რაღაც იერიში მივიტანო მასე სწორედ ამის გაგრძელება აქაც სააკაშვილს უკავშირდება და არ თქვა ეს ამიტომ ვიტყვი აუცილებლად რა უკავშირდება სააკაშვილს იცით წარსულ სააკაშვილს და ახალ დღევანდელ პრეზიდენტს ნახეთ არა შეუწყვეტად არ მიგზნია თავი თორე მაგასაც მიგიწითებთ რატომ ყოველჯერზე მარტო მე მხედავ ერთი არა თქვენ ბევრი შევნიშნეთ თქვენ გარდა თქვენ მიიღეთ რომ თითქოს მარტო თქვენ ხედავთ ასეთი პატივის არ დამიდია თქვენთვის ნახეთ სააკაშვილს ანუ ორ ეტაპიანი კაცრავად კიდევ რო ვიყენებ ამას გაправების ცდელობა ძველი და ახლანდელი პრეზიდენტის სააკაშვილთან დაკავშირებით ბიუჯეტის გაფლანგვის გაправება მოინდომეს და სურაბიშვილთან დაკავშირებით იმპიჩმენტის გადაფარვა მოინდომეს. ანუ აბსოლუტურად აი სისულელით გამოძერწილი ამბავი, რაღაცა ფოკუსირებული ამბავი, დაბრალება, ტყუილი დეზინფორმაცია და იმპიჩმენტის საფუძველიც გაუხდათ რა თქმა უნდა ბჭყალებში. ეს უკვე ახალი პრეზიდენტის გასაправებლად კიდევ ბოდიში ამ ჟარგონისთვის. აი ესე მოქმედებენ. ანუ ორი მიმართულებით რომ მიიტანეს ინციდენტი, ერთი ის იერიში უკაცრავად, ორი მიმართულებით რომ მიიტანეს იერიში, ერთი იყო სააკაშვილის ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად, მეორე იყო ახლანდელი პრეზიდენტის უდავო იმპიჩმენტის, აი სხვა შანსით რომ არ გაქვს, იმპიჩმენტის საკითხი რომ არ დააყენო, ასეთი უდავო პრეცედენტის გადასაფარად, ან უფრო სწორად უპრეცედენტობის გადასაფარად და კონსტიტუციის უპრეცედენტო დარღვევის გადასაფარად. აი ეს არის ეს პროპაგანდა ემსახურება ამას. ხან აправებენ სააკაშვილს ცდილობა აქვს უფრო სწორად, ხან სურაბიშვილს და ასე შემდეგ. აი ამ თემებზე ჩავხუროთ და ახლა კი ბატონო. არ აქვს ერთი შანსიც კი რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. მოდი თქვენი ნებართვით მე პოდოლიაკის განცხადებას ცალკე ასე აღებული არ განვიხილავთ. იმიტომ რომ ხო გჯერათ ეხა აბსოლუტურად ყველაზე ალბათ ვინც კი გვისმენს გულწრფელად ვინც კი ფიქრობს რაღაც საკითხებზე და ობიექტურად. პოდოლიაკის განცხადება, კუბილიუსის ხემადელი განცხადება, დენილოვის ძველი განცხადება, ეს ყველაფერი ერთმანეთისგან კონტექსტიდან ამოგლეჯილად უნდა განვიხილოთ თუ საერთო ჯაჭვის პატარ-პატარა ნაწილებია, ხო? და თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის საერთო კონტექსტი, უბრალოდ გავიაროთ. თუ ამაზე ვთანხმდებით, საერთო კონტექსტია. კუბილიუსი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, როგორც იქნა თქვა, კუბილიუსმა რა უნდათ. პოდოლიაკი ამბობს, რომ ერთი შანსიც არ აქვს, არ უნდა მიიღოს სტატუსი ანუ საქართველოს არ იმსახურებს, როგორც იქნება ისე ვთარგმნოთ რელევანტურად ოღონდ და სპეკულაციების გარეშე. დენილოვი ამბობდა, რომ ომში უნდა ჩავერთო და არა მხოლოდ დენილოვი, აქაც უჭერდნენ ხარს, ზოგს მერე ბომბების წვიმა ერჩივნა, ზოგი გამოსაყენებელ ფანჯარას და შანს ელაპარაკობდა, ეს ყველაფერი ერთი კონტექსტია და მერე გვეუბნებიან საიდან მოიტანეთო. ანუ არ უნდა მიიღოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება უნდა გადააყენონ და ომი. სამივესთან დაკავშირებით კითებულებას თანმიმდევრობით გეუბნებით. თანმიმდევრობით. პირველი არ უნდა მიიღოს კანდიდატის შანსი არ აქვს, ერთი შანსიც არ აქვს, ამბობს პოდოლიაკი. დღევანდელს. კუბილიუსი ამბობს, ხელისუფლება უნდა გადააყენოთ, ისე ვერაფერს ვერ გახდებით. დენილოვი და სხვები ამბობენ, რომ ომი უნდა იყოს. და მერე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის რუსული დეზინფორმაცია. შეიკრა ჯაჭვი მარტივი ამბავია, ხო? ეს არის თქვენ თუ ცალკე პოდოლიაკზე მკითხავთ, ცალკე დენილოვზე მკითხავთ, ცალკე კუბილიუსზე მკითხავთ, ესე კონტექსტიდან ამოგლეჯდა უამრავი სპეკულაციის საშუალება მაგრამ სიმართლე არის ერთი. ომზეც თავად ლაპარაკობენ ვიღაცები რა თქმა უნდა დავალებით შემოგვაპარებენ ხომ ეს პირდაპირ ცდილობენ რომ არ თქვა თითქოს მაგრამ გაექცევათ ხოლმე სიტყვა საქართველოს უშანსობაზე რომელიც თან ტყუილია და არაობიექტურია თვითონ ლაპარაკობენ იმაზეც რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ეს ყველაფერი ამაზე რომ ლაპარაკობთ მე ჩვენ ერთად აღებულზე გვაკრიტიკებენ და რუსული და ცალ-ცალკე ნათქვამი ევროპული ყოფილა და არ არის ასე სინამდვილეში არის ანტი-ქართული ანტი-ევროპული და პირდაპირ ებრძვის ამ ქვეყნის რეალურ ეროვნულ
და ევროპულ ინტერესებს ეს ყველაფერი ერთად აღებული. ვისი დავალებით ჩინეთთან მიმართებაში აი ვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რატომ მივდივარ ზუსტად იმ ზით იმ ნარატივით როგორც რუსეთი აი ორად ორი ქვეყანა დავშავთ რუსეთი და საქართველო ამ შემთხვევაში ჩინეთთან ასეთი მიმართვა მეტი არავინ არა, ეხა ბოლო პერიოდის მეტი არავინ. ზუსტად იგივე ნარატივით. ანუ ჩინეთთან მეტი არავინ. არა, გამეცით ეხა პასუხი კონკრეტული. მხოლოდ ორი ქვეყანა. რატომ იტყუებით? იმიტომ რომ რატომ? აი, იმიტომ რომ ასე რომ დაიწყეთ პასუხს. თავარი ახი ჟურნალისტი რომ ასე იწყებთ პასუხს რომ იმიტომ რომ რატომ იტყუებით მეთქი იმიტომ რომ აი ქვეცნობიერი რას გიშვებათ. რატომ იტყუებით? შეკითხვა რა ბოლო პერიოდში ვიზო მიმოსვლა. რატომ იტყუებით მეთქი? ზუსტად ამ შინაარსი დავსვით თქვენ გინდათ ხა გადააკეთო და მე რა უნდა გადავაკეთო კაცო? ფაქტზე გეკითხები და იმიტომ რომ ის შეკითხვას გისვამ და იქნებ ვერ გაიგეთ. როგორ ვერ გავშვენი რა გავიგეთ? მხოლოდ ორი ქვეყანაო და. ხო. რუსეთი და საქართველო ამ შემთხვევაში მეტი ესე იგი ჩინეთთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა ყოველთვის. გაწყვეტილი მე არ მეთქვენ მაგრამ თქვენ გინდათ რომ გადაიყვანოთ იმიტომ რომ შეკითხვა ჩემი შეფასებაა თქვენი კითხვის. ჩემი კითხვა კი არ უნდა დავადო. მოიგნევით ასე რა. ბოლო პერიოდში ისე იმავე გზით ისეთი ხო და ტყუილია მეთქი ამას გეუბნებით რა უამრავ ქვეყანას აქვს გავსი ურთიერთობა. ერთი წამით ახლა გეტყვით რა. მიმოსვლას და ასევე ეკონომიკური ვაჭრობის გაღმავება. აბა ახლა შეეცადეთ ბიზნესთან არ გამაჩეროთ. ნახეთ. ესეც უნდა გამხილოთ, რომ არის ბრძოლა საქართველოს ტურიზმის წინააღმდეგ. მეტი მიზანი იმას არის. რატო გეუბნებიან იცით რომ ეს კითხვები უნდა დასვათ? იმიტომ რომ უნდა ებრძოლოთ ტურიზმს. იმიტომ რომ როგორც კი ტურიზმი წამოიწევს და ჩინელი ტურისტები მეტნი შემოვლენ საქართველოში მეტ ფულს დახარჯავენ სხვა ტურისტები შემოდიან თუ თქვენგან არ აქვს. არა, სხვა ტურისტებს ვინმე უშლის, ევროპელი და ამერიკელი და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ტურისტები ისქენით, იმიტომ გამოვყავთ, რომ ახლა მისვავთ ჩინელ ტურისტებზე შეკითხვას და ჩინელ ვიზიტორებს. უვიზოთი გაიოლდება ტურიზმი მათთვის. რამე ახალი გაიგეთ აქედან, რომ ტურიზმს გააიოლებს ჩინელებისთვის უვიზო მიმოსვლა? გააიოლებს თუ გაართულებს? ხო გააიოლებს. შესაბამისად, ესე იგი ტურიზმს შეუწყობს ხოლმე. ესე იგი ეკონომიკა გაიზრდება და ეს არ გაწყობს. მაგაზია ლაპარაკი მეძე კი არაფერზე, ამაში გამხილეთ. ამიტომ არის რომ ეხა ისეთ რაღაცებს მეკითხებით დამატებით რომ დაბნეული რა და დანარჩენებს ვინმე არ უშვებს საქართველოში? პირიქით, ვეპატიჟებით ევროპელ, ამერიკელ, სხვადასხვა ქვეყნების ტურისტებს, მათ შორის ჩინელ ტურისტებს და კიდევ უფრო ვუიოლებთ 30 დღით ამ ქვეყანას შემოსვლას, იმიტომ რომ იყოს მეტი ტურიზმი, მეტი ეკონომიკა, მეტი კეთილდღეობა, მაგრამ თქვენ გაშფოთებთ განვითარებული და გაზრდილი ეკონომიკა, იმიტომ რომ მე ნაკლებ შანსს ხედავთ ხელისუფლების შეცვლაში. ხელისუფლების შეცვლის ნაკლებ შანსს. ეს არის მიზანი და ამიტომ სადაო და საკამათო კი არ არის რომ ჩინეთიდან უნდა იყოს თუ არა ვიზო მიმოსვლა. არ არის საკამათო, იმიტომ რომ ეს ტურიზმს, ესე იგი ეკონომიკას შეუწყობს ხელს და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებას და თქვენ ეს არ გაწყობ და იმიტომ ებრძვით და იმიტომ არ მოგწონთ და ყველაფერს რაც არ მოგწონთ და ეროვნულს და ქართულს ეძახით რუსულს, იმიტომ რომ ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას. თუ შეიძლება მიკროფონი მომიშვიოთ ველაპარაკო. კარგი, დაგესმის. არასწორად თან იტყუებით ამ დროს მოცემულობა. უახლოვდება. გუშინდელ განცხადებაში საუბარი იყო, რომ გლობალური ომის პარტია ცდილობს ფსევდოფაშისტური პარტია შექმნა საქართველოში, რომელიც სამაგერად არ აღიზიანებს სხვა შეკითხვები. ბოდიში. და მას შემდეგ რაც თავად არა, თუ არ მომატყუებენ, არ გამაღიზიანებს და არც რომ მატყუებთ, არც ის მაღიზიანებს სხვათა შორის. გითხარით რაც იყო, იმიტომ რომ მოიძახეთ. თქვენი ვიზიტების ტყუილია, აი, არ გისაყვედურებენ ხომ ებრძოლეთ უკვე. ჩვენ დაგაბრალეთ ეს ვიზიტები, პრემიერის ვიზიტი ხა ჩინეთში რო იყო, ანუ ჩვენ მოვიგონეთ ამბავი. კი, თქვენ მოიგონეთ რომ სახელმწიფო ხარჯით იყო. ჩვენ მოვიგონეთ ჩინეთში სახელმწიფო ხარჯით იყო. არა, ეს ვიზიტი ახლა სადაც იყო, კერძო ვიზიტი რომ იყო. ჩინეთს რაც შეეხება, ჩინეთს მოიგონე რაც ქვია. ჩინეთი არა, რაც შეეხება პრემიერის კერძო ვიზიტს, თქვენ მოიგონეთ რომ ის იყო სახელმწიფოს ხარჯით. მოიგონეთ? ხო შევთანხმდით, ხო გამოაშკარავდა. იყო ასე. რატო ვერ მცემთ ახლა ამას? შეკითხვა დასვა მედიამ და ეგრე უნდა გაკეთებინათ განმარტება. ხისალის გუშინდელ განცხადებაზე გაიყვანს ფსევდოფაშისტური პარტია, რომელსაც შექმნის გლობალური ომის პარტია არჩევნებში, შემდეგ ეგრეთ წოდებულ კოალიციას შექმნენ მასთან ერთად. აი ამ გეგმას რა პერსპექტივა? ნეიტრალური პარტიადაა წამოჩენილი, აქ წარმოჩენილი, აქ ჩაგეკითხა. ვინ არის ნეიტრალური? ჯარიას პარტიაზეა. ნეიტრალურიაზე ნეიტრალური რა, ნერად შეიძლება იყო, მე ვერ წარმომიდგენი. ნუ აი ხარ, სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთ, ვინმეს აი აქ, თუნდაც ნაცების მედიას, მიაჩნია რომ ნინო ლომჯარია შეიძლება იყოს ნეიტრალური, აი ოდნავ მაინც. შეგიძლიათ მითხრათ? ხო წარმოუდგენელია რომ ნაცმოძრაობის წიაღიდან გამოსული ადამიანი მე ყველას ამხელხონენ, კი. ხოლმე ყველა
კაი, ვეღარ გამოვასწორებთ იმას, რაც უკვე იყო. ნახეთ? კი ბატონო, მადლობა. მოკლედ ამბავი არის ესეთი, ნინო ლომჯარიას ნეიტრალურობა არ გაიშვა არცად რომ მიტყვიარ, იმიტომ რომ ყველაფრით ნაცურ ნარატივზე და რასაც ნაცები ვერ ბედავდნენ ის გაბედა ანუ დენილოვის და ომთან დაკავშირებით განცხადებებზე ის უჭერდა ვითომირები და არადაპირდაპირ მესიჯით ხარს რომ ღარიბაშვილის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით მირჩევნია ბომბების წვიმაო. სად იყო მინიშნება? ვინმე ვერ ხვდება? რაიმა კონტექსტი რა იყო ასეთი განცხადებების და მისი მეგობრის კიდე მეორის შესაძლებლობების ფანჯარას რო ხედავდა უკრაინის ომში? ეს მეორე ფრონტისკენ მოწოდებები მოგონილია? თუ თქვა, ნამდვილად თქვა, ხო არ მოგვეჩვენა? ნამდვილად თქვა ეს ლომჯარია. რა ვიცი, ნახეთ კადრები შეიძლება მოგვეჩვენა, მასაც გვეტყვენა ადრე მოგეჩვენა თუ ნამდვილად თქვა. ნამდვილად ნაცურ ნარატივს აძლიერებს ყოველთვის და რამდენ ნაწილადაც არ უნდა დაიყონ, რა სეგმენტზეც ემოქმედება თავისი ტყუილებით და ყალბი პროპაგანდით არ უნდა სადონ, ისინი ყოველთვის დარჩებიან დავალების შემსრულებელთა რიგებში. როცა ერთი პატრონი ხავს და ერთი მიზნისკენ იღწვი და იბრძვი და მიდიხარ, ვერაფრით ვერ დამალავ ამას. გამორიცხული ამბავია, წარმოუდგენელი ას ლომჯარიას და არცხვევს არ გამოუვათ საზოგადოების მოტყუება, რომ ისინი ამ დავალების მიმცემების რიგებში არ არიან და დამოუკიდებლად მოქმედებენ. სხვათა შორის ბოლო პერიოდში მცდელობა იყო რუბლებით დაფინანსებული ხოსტარიასგან, აღარ ვიყიდებითო ეს ადამიანები, ესეც ხარ მოგვეჩვენა, ხო ნამდვილი იყო, აღარ ვიყიდებითო ტელემენეჯერებისგან იყო ეს ხალხი. რომელსაც შეიძლება მართლა წამთ რაღაცებს და წმენის დონეზე აქვს დატანილი, მაგალითად ნაცმოძრაობა არის ყველაზე ნათელი პარტია ამ ქვეყანაში და მისი ქვეყნის მომავალი ამის გარშე ვერ წარმოშობს. შეიძლება ერთ წმენაც აქვს და მათ უთხრეს რომ აქამდე ნაცების ვიყავითო და თან ისიც მოუყრნენ მედია მენეჯერებმა, მათმა მენეჯერებმა საზოგადოებას მოუყვა ეს ადამიანი კონკრეტული რომ გაუხარდათო ჩვენ ჟურნალისტებს ესო. ანუ ესეც ხო არ მოგჩვენებია არავის, ესეც ხო ნამდვილი ამბავია და აღმოჩნდა რომ მე რო ვეუბნებოდი რომ ნაცების ტელევიზია ხარ, ძალიან წინდაც. დღეს თავად აღიარეს რომ ნაცების ვიყავითო, მაგრამ ახლა ამის აღარ გჯერა. ნაცების იყვნენ, არიან და იქნებიან. იმიტომ რომ ერთი დიდი ნაცმოძრაობაა კოლექტიური. აი ხან კიდე ნაცმოძრაობა ვეძახოთ, გინდა ომის და ღალატის პარტია ვეძახოთ, გინდა დავალების მიმცემების კრებსის ფორმაში ვეძახოთ. ერთნი არიან სახელის შეცვლა კონფიგურაციას რეალურ მიზნებს არ ცვლის და სამწუხაროა რომ ეს რეალური მიზნები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პოზიტიურად არ უკავშირდება. ამის წინააღმდეგი ბიძიან ზოგი ვერ ხვდება ისე, ზოგი ხვდება და განზრახაკეთებს ამას, იმიტომ რომ ასეთი დავალება. მიშელდაზის საქმესთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. გარდა იმისა, რომ ადამიანი ამის შემდეგ რა თქმა უნდა. კუბილიოზე ისაუბრეთ. კი. რა ვიცი, არავინ არ დაგვრჩა. შეკითხვა, ეს იგი მიშელდაზის თემასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ერთი ადამიანი ის რომელმაც თავის თავზე აიღო ეს გამოძიებით გამოიკვეთა დამკვეთები ვიდეო საფოთვალო კამერებიდან ამოღებული ამ შემთხვევაში დეტალები არ ვიცი, მაგრამ მაინც გონია რომ კიდე მათყობ და ამაშიც გამხელთ ახლა. ის თქვენ ესე აი ჟურნალისტური გამოძიებით რატო დაამატეთ ახლა იცით? წეგან იტყუებოდით. არა, ორივე შემთხვევაში. წეგან იტყუებოდით. კიდე დაგემტკიცეთ რომ იტყუებოდით. ორივე შემთხვევაში გამოძიებით გამოიკვეთა და მტკიცებულებები იყო და არ დააკავეს. იმ ნაწილში დაიხურა რომ არ არის საკვარისი მტკიცებულება. აი, კაი, რომ დააკონკრეტეთ. დიდი მადლობა. რატომ ხდება, როდესაც მედიაზე ხმელების დამკვეთები არიჯებიან ხოლმე, ეს არის თუ არა წახალისება, შეგულიანება, ამას ეძახენ გავიგე. დაუჯელობის სინდრომი, რომ ესე გაგრძელდეს თავდასხმა. ამას ეძახიან ხოლმე პოზიტიური იძულებას, როცა ჟურნალისტი იძულებული ხდება ტყუილიდან გადავიდეს რაღაცის დაკონკრეტებას, სადაც ვეღარ იტყუება ბევრს. ტყუილი სად ნახეთ? გამოძიებაში რომ გამოკვეთილიყო მე დარწმუნებული ვარ. დაიკითხა ადამიანები და შემდეგ მათი მოგძანდით ჩემ ადგილზე არ თქვენ იყავით მაშინ ტელეკამერაში. გამოიკვეთა და დაიხურა ეს. გავიგე. აბა რამდენი წამი მომისმენთ? ესე ხდება, ალბათ ამაზე არ უნდა ვიდაოთ. რამდენი წამი მომისმენთ მითხარით? დრო შევაჯეროთ. სანამ მილაპარაკებთ, არსად წავალ. მადლობა. პირველი მე როგორც ვიცი და თუ მეხსიერება ამ ღალატობს დაკავებულია, ხო? ერთი ადამიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო თუ თავის თავზე არ აიღო, ადამიანი აიღებდა თუ არა მას მნიშვნელობა არ აქვს, გამოძიებით დადგინდა რომ კონკრეტულმა ადამიანმა ცემა სხვა კონკრეტული ადამიანი და მას ის მიეცა პასუხისგებაში და დაეკისრა შესაბამის პასუხისგებლობა და არის დაკავებული. რაც დამკვეთები რომ იყვნენ თუ არ იყვნენ, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს. აღარ არის დღეს ნაცმოძრაობის სტანდარტი. იქ თუ აწყობდათ იჭერდნენ, თუ არ აწყობდათ დაჯერეთ. დღეს არის მტკიცებულება თუ იქნება რომ არსებობდა დამკვეთი ასეთი, თუ ასეთი ფაქტი იქნება და მტკიცებულება იქნება. რა თქმა უნდა, იმ დამკვეთს დაჯიან, თუ მტკიცებულება არ იქნება, შესაბამისი სტანდარტი და არავის დაუდასტურება დაუკვეთა, ამ შემთხვევაში არ ვიცი. ეს არის ჩემი ზოგადი განმარტება. მე არ ვიცი კონკრეტული საქმე.
მე არ ვარ ამ საქმის არც გამომძებელი, არც პროკურორი. მე ახლა ვარაუდით ვსაუბრებ. ხოლო შეიძლება ისე ზედმეტი იყოს, მაგრამ თქვენი ცხოველი ინტერესი ამ ფაქტის მიმართ რომ დავაკმაყოფილო და საზოგადოებაში შეიძლება მართლა აინტერესებს ჩემი მოსაზრება ამ თემაზე. მე არ შეიძლება კომპეტენტური ვიყო გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრებაა რომ ჩემი ვარაუდია რომ ყოფილიყო მტკიცებულება შეუძლებელია მტკიცებულებები ყოფილიყო ვიღაცის წინააღმდეგ და ეს ვიღაცა პასუხისმგებლობაში არ მიცემულ. ეს არის ჩემი აზრი, ჩემი რწმენა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვარაუდობ რომ არ იყო მტკიცებულებები სხვა ადამიანების მიმართ და ამიტომ ვერ მიეცა ან არ მიეცა სხვა პასუხისმგებაში. სწორედ ამ მიზეზით. ნაცმოძრაობის დროს მაგალითად მნიშვნელობა არ ქონდა მტკიცებულება იქნებოდა თუ არ იქნებოდა, მაინც შეიძლება პასუხისმგებაში მიცემა. ახლა არ შეიძლება, იმიტომ რომ სხვა სტანდარტია. თუ დამკვეთი არ არსებობს, თუ დამკვეთის მიმართ მტკიცებულება არ არსებობს, თუ არსეთი შემთხვევაში გამოძება რომ გამოავლინოს დამკვეთი. ამაზე თუ არსებობს, ალბათ ამის ვალდებულებაც არსებობს, მაგრამ ობიექტურია, ობიექტურიას ქვია. თუ მოიყვანეს ამ თუ შემთხვევაში ასე იყო, უნდა გამოვლინოს, თუ ასე არ იყო, რა ხდება? თუ ასე არ იყო და თუ ტყუილია, მე ხო არ ვიცი ეს დეტალები. ეხლა თუ ვილაპარაკოთ? ანუ თუ არსებობს დამკვეთი და თუ არსებობს მტკიცებულება, ამ შემთხვევაში შედეგის დადგებოდა თქო. როგორც ჩანს არ არსებობს, არ ვიცი ეს დეტალები, ამიტომ ეს კითხვა ჩემთან არ არის. ვიზეც იყო უთყუარი, სარწმუნო მტკიცებულებები, რაც შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებდა და ის ადამიანი დაჭერილია, ხო? ხო სწორად მახსოვს, ხომ მიდასტურებთ ამას და ვის მიმართაც არ იყო, ამას დააკვალიფიცირდნენ ისე რომ მაინც და მაინც მტკიცებულება არ არის, მაგრამ ეხლა ეჭვი გაუჩნდა, ემასო და დავიჭიროთ ეს კაცი, ასე არის ავდნენ. დიდი მადლობა. ევას იმდენჯერ დაესწრა